მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო. დღეს პეკატივის ეთერში გვაქვს გადაცემა რეალური ანალიზი და თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი და ჩვენთვის ყველას კარგად ცნობილი ბატონი ალხას გელუკაშვილი ყავს მეტაფიზიკოსი გადაცემაში. ჩვენი წინა გადაცემა მედიცინის ასპექტებს მიეძღვნა ბატონო ალხას, მაგრამ რამდენიმე დღეა მსოფლიო კიდურასაც არის აფორიაქებული და გადავწყვიტეთ, რომ გადაცემა ჩაგვეწერა და ანალიზი გაგვეკეთებინა მეტაფიზიკური კუთხით, რა ხდება დღეს მსოფლიოში. რამდენადია მსოფლიო ესე და რა ომობანა არის ატეხილი და საქართველოს გარშემო თითქმის ცეცხლია წაკიდებული ყველგან. და უკვე მესამე დღეა, რა თუ არ ვწდები, ცოტა მეტი. ხო. მეოთხე არა, მაგას დიდი მნიშვნელობა. გამალებით ბომბავს ორი ერთმანეთთან, ისედაც კი ვიცოდი სრულად განწყობილი ერთმანეთთან სრულად განწყობილი. ეგ არც არის გასაკვირი. ხო, გასაგებია, მაგრამ დაუშინეს ერთმანეთს და მიდის ძირითადად საჰაერო თავდასხმები და ამ საჰაერო თავდასხმებს ეწირება ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. რა ხდება, რა მიზანს ისახავს ეს საერთოდ ეს ომი? ეს პროექტია, ეს ომი არ არის. ეს არის სერიოზული პროექტი და ძალიან დიდი ხნის წინ ამის შესახებ ეს პროექტი ძალიან დიდი ხანია გაკეთებულია და შექმნილია და ვინც იმისათვის რომ განსაზღვრო ზუსტად რა და როგორ იყო ალბათ ის ძველი ტექსტებს უნდა იცნობდე ძალიან კარგად. მე ხლა ამ შემთხვევაში ცოტა ბუნდოვან თქვა იგივე აპოკალიფტურ ტექსტებს არ შევეხები. მიუხედავად იმისა რომ 30-მდე არის აპოკალიფტური ტექსტი სხვადასხვა, ყველას ვიცნობ. ამის გარდა, რამდენად კარგადაც არ უნდა ხედავდე შენ, მაინც გჭირდება ანალიზი და მაინც გჭირდება კავშირები ერთმანეთს. პარალელურად შეგიძლია გააკეთო ანალიზებიც. ანალიზების რამდენიმე მეთოდი არსებობს, რატო ხდება ეს ყველაფერი ციკლები, რა როლი გაარკვიო. ერთი არის არკანული მეთოდი ანალიზის, საინტერესო, მეორე ციფრული მეთოდია, ესეთი ციფრული ასტროლოგიაც ქვია. საინტერესო ის არის, რომ ზოგადად მთლიანად რა ირანი არის ხუთიანის პოზიციაზე და წლევანდელი წელი მას აქვს 4-იანის პოზიციაზე. როდესაც 5 და 4 ზოგადად არ ახასიათებს, მაგრამ 5 და 4 ერთმანეთს რო ემთხვევა, ყოველთვის არის კონფლიქტური პოზიცია, იქნება მისთვის ცუდი პოზიცია. ასევე პირიქით ხდება 4-იანის პოზიციაზე ისრაელი. ანუ დაუკვირდით 5-იანის პოზიცია ეზერენი, 4-იანის პოზიციაზე ისრაელი. ეს არის დაპირისპირებული პოზიცია. 5 და 4 უპირისპირდება ერთმანეთს, როგორც 1 და 8, 2 და 7, 3 და 6, 4 და 5, ანუ ორი ციფრი, რომელიც ადგენს. ეს მე ვიცახი პრემანანტას კანონების მიხედვით. პრემანანტას უძველესი მათემატიკური ასტროლოგია, იმისი, რა ქვია, ინდოეთის. ანუ გამოდის, რომ საწყისშივე ისე იყო ჩადებული, რომ ისრაელის შექმნაც და ირანის როგორც სახელმწიფოს შექმნაც ერთმანეთის დაპირისპირების ფენომენზე იყო აწყობილი. ისრაელი მე როგორც მახსოვს 58 წელში ხო და ისა რა ქვია 79-ში ირანი როგორც ასეთი. როგორც და თეოლოგიო ხო და თეოკრატია სახელი შეეცვალა. ირანი ხდა ხო სპარსეთი ერქვა ირანს. კი ბატონო. ხო და გვიან შემოტანილი სახელია. და ეს ორი სახელმწიფო თავიდანვე იდო ამაში. მაგრამ ზოგადად ეს დიდი პროექტია, ეს არ არის ახალი პროექტი, იმიტომ რომ პროექტი რაც ხდება დღეს დედამიწაზე, ჯერ კიდე ბოლო ეტაპის პროექტი, ორი პროექტია ბოლო ეტაპის, ერთი 58 წლის პროექტი, დალასის პროექტი, ალენ დალასის და მეორე ცოტა გვიან შეიქმნა კიდე, ეს არის ანგლო-სიონისტური პროექტი. ის რაც ხდება დღეს სოფლიოში, ყველაფერს ანგლო-სიონისტები აკეთებენ.
ისრაელის ანგლო-სიონისტური პროექტია. ისრაელის სახელმწიფო არ არის. ანგლო-სიონისტური პროექტი იყო მეორე მსოფლიო ომის. პირველი მსოფლიო ომიც. იმიტომ რომ მაგ პროექტის შედგენები დაიწყო ანგლო-სიონისტური პროექტი იყო ჯვაროსნულობებით. ანგლო-სიონისტური პროექტი მსოფლიოს ყველაფერი ჭირს ანგლო-სიონისტური პროექტი იყო ამერიკაც. ხო, გერმანელებისგან, გერმანიიდან მოხდა ყველაფერი, გერმანიიდან დაიწყო ყველაფერი. ბილდერბერგის კლუბი რო შეიქმნა, მერე ისინი გადავიდნენ ინგლისში და იქიდან დაიწყო ყველაფერი. აი ეს ახლა რაც ხდება, საქართველოს მომენტიც ანგლო-სიონისტური პროექტი იყო, ის რომ ქართველებს ირანელებთან ომი მოუვიდათ, ის რომ იმან რა ქვია ირანის რომელი 95 წელს 1795 წელს საქართველოს გამოიშკლა ლაშქრა ინგლისელების რჩევით მოხდა ეგა. აღა მაჰმად-ხანმა თორე სულ არ აპირებდა საქართველოსკენ წამოსვლას. ხო და ეს რუსეთის წინააღმდეგ მოხდა მაშინაც. ხო და ჩვენ არ გვინდა ეს ყველაფერი რეალურად გავიგოთ და რა არის და ზოგადად რა არის ისრაელი, იმიტომ რომ წლევანდელი წელი რა არის, წლევანდელი წელი ზის არქანული კანონის მიხედვით მეცხრე არქანს. ეს იმას ნიშნავს, არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდება. ანუ ყველაფერი ღია და გასაგები რომ ვინ არის ისრაელი და რას წარმოადგენს ანგლო-სიონისტური პროექტი, ამის გარკვევა ძალიან ადვილია. საკმარისია ჩართო რა მოხდა ღაზას სექტორში. ასე 18,000 ბავშვი მოკლეს ოფიციალურად და ისე იძახიან 28,000. აი ეს არის ანგლო-სიონისტები, ესენი არიან. ეს არის მათი პროექტი, ეს არის თალმუდი, რომელიც მე-6 საუკუნეში შეიქმნა, გადმოწერილია ბაბილონური თალმუდიდან და პირველად ინგლისურად რო ითარგმნა ეს თალმუდი, ვინც თარგმნიდა, იმან შეიტანა კოენებთან. კოენთან მეგობრობდა და ეს მართალიაო, რაც აქ-წერია უკითხა, მართალიაო იმან უთხრა. იცი, შეიძლება თალმუდი წაიკითხო თავიდან ბოლომდე, მისი რუსული ვერსია არსებობს სრული. ხო, შეიძლება ქუჩაში გახვიდე და ხოცვა დაიწყო მაგათი. ფსიქიკურად გადაბერო, რა იქ საშინელებები წერია. კი. ესენი რეალურად რა არის ეს იუდეიზმი, ძველი ახმაც. რო აიღებ ძველ ახმას, ჰერდერმა დაწერა კიდეც დავის დროზე, რომ იეღოვა იმისი ომის ღმერთიაო. ომის არა, დემიურგი იყო. გნოსტიკოსების მიხედვით იეღოვა იყო დემიურგი. დემიურგი ღმერთი არ არის. რო იძახიან ღვთისმშობელი ვარ, თუ მე ჯერდი ისეთი ღმერთის ამწევარ, მჯერა რომელსაც შეუძლები ყავს და რომელსაც მე უფრო უყვარვარ, ვიდრე ვთქვათ მაპუტუელი ზანგი იმის გამო, რომ ის ველურია. ამას იმისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ეს იგივე ეს ჭიანჭველა უკეთესია თუ ის ჭიანჭველა. ეს პოზიცია. ეს ამას ბრმა დემიურგს ეძახიან, ეს გარეგნობით როგორია ხო იცით არა? რქები, ისა, სიამოვნებელები შმაკის ჭეულიერი გამოდის. თუ ამ კუთხით მიუდგებით და ისინი ამას ამშრალებენ კიდეც იმ სიძულვილში, რომელიც მათ აქვთ კაცობრიობის მიმართ. სოციალური ცელებით საშინელი ინტერვიუები ვრცელდება რაბინების და კი ბატონო, ეს რეალობა. მე ბავშვობაში გაწყდეს მსოფლიო დღევანდელი ახალი შეიქმნა. როდესაც ბაბუა ჩემი და ბებია ჩემი მეუბნებოდნენ, ამას არ ვიჭერებდი, მაგრამ ძალიან წარმოუდგენელი იყო იგივე ბავშვების შეწირვა და ესეთი რამე. მაგრამ ეხლა მჯერა ამ ყველაფერს, ამას მართლა აკეთებდნენ, იმიტომ რომ თვითონ მასალებსაც ვიცნობ. ეხლა რაც ვდავარია. რამდენიმე წინასწარმეტყველებას მოყვები რა. პირველი, ეს ომი მთლიანად ეხლა არ დაიწყო. ეს ომი რაც ეს საუკუნე დაიწყო. იმიტომ რომ ეს ეტაპი, 21-ის ეტაპი, 21 საუკუნე. კუვეიტიდან დაიწყო. ვერაპიდან, ხო? კუვეიტს და მაგრამ გადამტეხი იყო სირიის ომი 14 წელი. როდესაც ხო ამის გაშიფრა არის ძალიან მარტივი. როცა 21 საუკუნე შემოწეს, ეს არის სულელი საუკუნე. ეს არის საუკუნე, როცა ადამიანი უკვე აღარ ფიქრობს. ესეც საუკუნე. მე აქ მას თავისი პირველი 10 წლეული, მეორე 10 წლეული სიამოვნებაში დაიწყო 2001 წელს იმის აფეთქებით, რა ქვია, თვინქსის ეს ომი. ეგაც გათამაშებული იყო. თავიდან ბოლომდე ვითომ ალ-კაიდა, ვითომ ისა, ვითომ ესა სიამოვნებაში მაგ სასტავის გაკეთებულია ყველაფერი. შემდეგ არის ესეთი წინასწარმეტყველება ძალიან საინტერესო, რამდენიმეს მოვიყვებით და მიხვდებით. უძველესებიც არის.
იგივე კაცობრიობის რეინტეგრაციის თეორიასაც რა ხდება ციკლურად როგორ მიდის და როგორ არის მთელი სამყარო მოწყობილი ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს ჰქონდათ და უფრო ძველიც ესე იყო რომ ქაოსმა თეოსისგან შექმნა კოსმოსი არა თეოსმა ქაოსისგან შექმნა კოსმოსი მთელი სამყაროს ციკლები იწყება ქაოსში ქაოსის მაგია გაგიგიათ ალბათ კიდეც ესეთი და ფილოსოფია არსებობს მე ის მიდის ესე სპირალურად ვითარდება გარკვეულ პერიოდში და შედის ბოლოს ქაოსში და ეს ციკლი თავდება და იწყება ახალი მოწესრიგება სიტუაციის. სიამოვნებაში ამ ციკლის დასასრული არის ეხლა. თავდება ეს ციკლი. ჩვენ არ შესული უკვე ქაოსში. ეს ხდება 2012 წლიდან ქაოსში შესვლა. ქაოსში შესვლის პერიოდშივე ამას უამრავი სამეცნიერო დასაბუთებად შეგიძლია დაუდოთ, როგორ იცვლება თლიანად არა მარტო სინუსოიდურად მიდის. ფიზიკის კანონებიც კი იცვლება დედამიწაზე იმდენად, რომ დედამიწის სიხშირეები იცვლება, იმიტომ რომ იცვლება მაგნიტური ველი, იცვლება ქერქი, ყველაფერი იცვლება დედამიწაზე. ხო და კოსმოსშიც კი იცვლებები მიდის, იმიტომ რომ ეს არის დიდი ციკლის დასასრული. პლუს კალიუგას ციკლის დასასრულია, რომელიც 3102 წელს 18 თებერვალს შორის დაიწყო. დადგენილია ეგრე აქვს ინდოელებს ბრამანანდაში. გნოსტიკოსებსაც ესე აქვს. ქრისტიანებს, პირველ ქრისტიანებს. ეხლა ქაოსის პერიოდში ვარ შესული. იქ წინასწარმეტყველება ესეთია მესამე მსოფლიო ომის შესახებ არის რამდენიმე ძალიან სერიოზული წინასწარმეტყველება, რომელიც პირდაპირ შეგიძლია გაიგო. ერთი არის რენოსი, ეს არის მე-14 საუკუნე, მეორე არის ალბერტ დიდის, ეს არის მე-13 საუკუნის პირველი ნახევარი, ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ალქიმიკოსი, მალე ალქიმიკოსის სპოტ, ესეთი წიგნიც აქვს გამოცემული, და იმას აქვს წინასწარმეტყველებებიც, გათვლების კანონებით, რა თქმა უნდა, რენოს ხედვის კანონებით აქვს და რენო ვირუსები დახატა მე-14 საუკუნეში და დღეს რო ადრე ამას ახლა რაც არის სურათები გადაღებული ერთ-ერთია. მოხდებით რა დონეზე ქონდა. რენო ნიშნავს შავი ობობა. ხო, ის იყო ბერი იყო ესეთი. და მესამე არის ძალიან საინტერესო წინასწარმეტყველება ალმაიერის. ამის გარდა არის კიდე აქეთ მართლმადიდებლურ სამყაროში ეს არის ათონელი ბერების წინასწარმეტყველება, რომლებიც არის მე-18 საუკუნის დასაწყისის. ნებისმიერ წინასწარმეტყველება როგორ უნდა განსაზღვრო, ხო? გარკვეული პერიოდები რაც არის იქ აღწერილი, შეადარე რა მოხდა. და მიხვდები რომ ეს მოხდა. თუ ეს მოხდა, ესე იგი შემდეგიც მოხდება აუცილებლად. ანუ ყველაფერი მეტი ზუსტად. ალმაიერის წინასწარმეტყველებაში მაგალითად დეტალურად არის აღწერილი და ქალაქებიცაა დასახლებული, რომლებიც დაინგრევა, აქ გერმანიის ქალაქებზეა ლაპარაკი, უკრაინის ომი. დეტალურად არის აღწერილი. და ევროპის ის ნაწილი გერმანიის აღმოსავლეთ მხრის ჩათვლით. და მე რუსების ჯარი როგორ მიდის, ანუ რუსებს ჯერ თავის საქმე არ გაუკეთებიათ, ეგენი დაიძურებიან. და ბევრი ქვეყანა გაუქმდება იქით ევროპისგან. აქეთ არა. ხო. და მეორე მომენტი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, ამაზე ათონელი ბერების ის უნდა იმასაკნა. აი როცა სირიაში დაიწყება ომი, მაშინ დაიწყება ყველაფერი. ათონელი ბერები ესე ამბობენ და უნდა მიყვე იმასაც მოხდა თუ არა, იმიტომ რომ ისინი საქართველოსაც წერენ. ისინი წერენ საქართველოს მეფის გაუქმებაზე, 100 წლით ადრე სამეფოს გაუქმებაზე, რომელსაც ძალიან დიდ შეცდომად ჩათვლიან რუსების მხრიდან. ის გამოც რუსები აგებენ პასუხს ამბობენ. და მე-20 საუკუნის დასაწყისში მართლა გაუქმდა რუსეთის სამეფოც. იმპერატორის ისა ხო გაუქმეს, განადგურდებიან ამის გამო და ის წერს პირდაპირ. წერენ პირდაპირ. მე იქ არის მოყოლული ესეთი ამბე სირიის ომის შემდეგ ეს ყველაფერი ვრცელდება ამ დროს ეფრატი იწყებს შრობას ის პერიოდია და მართლა იწყებს ეფრატის შრობას ნახევრად დამშრალია და ამ დროს მოხდება ისრაელის ირანზე თავდასხმის ამბავი ამას ამბობენ პირდაპირ ამის შემდეგ მოხდება მეორე კოალიციის შექმნა და მეორე კოალიციაში დასახელებულია ჩინეთი რუსეთი ირანთან ერთად. და ბოლო ჟამი აღწერილია შემდეგნაირად. ხო, მაგავე პერიოდში უნდა მოხდეს თურქეთის დაშლა. 1/13 მიდის სამხრეთისკენ, 1/13 ქრისტიანდება და 1/13 იღუპება.
თურქეთი დაიშლება. და გახსოვთ წინასწარმეტყველებაა, რომ საქართველოს აღდგება მთელი თავის საზღვრებში. მაგითო ხდება ეგ აღდგომა. როდესაც გაზპრომმა დატოვა თურქეთი, ხო მოკავშირეები იყვნენ. კი, მეცაც გეტყვი, იგივე ეხება, მაგრამ მარტო თურქეთს. ჩვენ მეზობელსაც. ჩვენ მეზობელს. ორივეს. კი ბატონო, აზერბაიჯანს. ჩვენ არ გვეხება ეგ სიტუაციები. ხო. ამის შემდეგ ხდება, რომ ჩინეთის ჯარი იძვრება და ჩადის ისრაელამდე. დღეს მოხდა ჩინეთმა ისრაელიდან თავის საელჩო გაიყვანა. და უკვე უარი თქვა ისრაელთან ურთიერთობაზე. ამერიკა რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში? ამერიკას წინასწარმეტყველებაში შემდეგნაირად არის, რომ ამერიკა დაიშლება. რაც შეეხება რუსეთს, ის ხო გითხარი, ლამის იტალიამდე გადაუხვევს და მაგ დროს შიგნით იწყება პრობლემები და უკან ბრუნდება. და არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო წინასწარმეტყველება, სადაც აღწერილია, რომ ახალი რუსეთი იქნება, რომელიც იქნება დასავლეთ ნაწილში და არა აღმოსავლეთში და ურალს იქით ყვითლდება ყველაფერი. მოგვა. ურალს იქით ოღონდ. ჩინეთს უთმობს ტერიტორიებში. ხო და აქეთ მხარე იქნება, აი რაღაც როგორ გითხრა, ყველაზე მაგარი რუსეთი, რაც კი აქამდე ყოფილა ოდესმე. მაგარი მე უკვე საომარი რიტორიკით არ ვიძახი, განვითარების დონით. ხო. ეს მომენტები არის ყველა ამ წინასწარმეტყველებაში. ამიტომ მე ამ ყველაფერს ველოდებოდი. თან ვითვლი ახლა ხაერზე, ახლა არ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ გარკვეულ რაღაცებს ხედავ კიდეც. ახლა ყველაფერს რაც არ უნდა დაინახო, იმას გაშიფრავდა. ხო, მაგრამ უფრო მეტს ვითვლი. ხო გითხარი, წლევანდელი წელი მსოფლიოსთვის არის მე-9 არკანზე. საქართველოსთვის არის მე-13 არკანზე. აქედან გამომდინარე, სადაც ამის შეფარდება უნდა მოხდეს და ამის მიხედვით უნდა განსაზღვრო, უნდა მოხდარიყო საქართველოში. მე-13 არკანი ტრანსმუტაციის არკანია და ნიშნავს ოკულტურ ასპექტებში ვიძახი. ნიშნავს ცვლილების დაწყებას, სრული ცვლილების დაწყებას. საქმე იმაშია, რომ საქართველოს თავისი ამ წყობებით არ მიდის ღრმა ფაზებში, ცუდ ფაზებში და უცაბედი ცვლილება იწყება შემდეგი წლიდან. აქედან გამომდინარე, წლევანდელი წელი ცვლილებების დაწყების წელი იყო. არის კიდეც არ ხდება საქართველოში ტრანსმუტაცია. და პლუს 9 მსოფლიოსი, ანუ არ იგებს ხალხი ყველაფერს, იგებს. იმიტომ რომ განტობილის არკანია ეს მე-9, საიდანაც უნდა მიხვდები, რომ მთელი მსოფლიო იცვლება. ანუ არ არის დაფარული, რაც არ გამშრომდება. და დაიწყო ამის გამშრომება ყველაფრის. მიუხედავად იმისა, რომ ეს 21 წელში ვილაპარაკე, გერმანელებს უთხარეს ხათაშვილის 16 წელში. ჩავედი რა უშიშროების ხალხს უთხარი, უშიშროების თანამშრომლები. შეიძლება საუბრობთ და მეუთხარი 21 წლიდან პრობლემები დაგეწყებათ მეთქი სერიოზული და ეს პრობლემები გაგრძელდება მთელი 10 წელი. ესე არ არის მეთქი. გაგრძელდება და ძირითადად ამ პრობლემის მიზეზი ინტელექტის დეფიციტი იქნება მეთქი. პირდაპირ უთხარი. იცი რა მეკნეს, დავიქნიეს, დავიდა მითხეს ვიცითო. იმიტომ რომ ისინი ძალიან განათლებულები არიან, მე ვიძახი უშიშროების თანამშრომლები. იმიტომ რომ საერთოდ წესით ესეც უნდა იყოს ყველა ქვეყანაში, ყველაზე განათლებული უშიშროების თანამშრომელია. აბსოლუტური ინტელექტუალები არიან, არ გეგონოთ უშიშროებაში რაღაცა იდიოტს არ მიიღებენ, ხო ასეა. ესეთი დონე იყო იქ. ხო და ამ სიტუაციებს რო შეხედავ, ყველაფერი უკვე თვალხილულია. ეხლა ვიღაცას მე მაპატია და სულ არ ვიყავი ესე გაწყობილი სიმართლე რო ვიტყვი, ესე უარყოფითად, მაგრამ იმის შემდეგ რაც ხაზაში ისრაელმა გააკეთა, სულ არ მაინტერესებს ისრაელი გადარჩება თუ არა. ვიღაცისთვის ისრაელი წმინდა მიწაა, ჩემთვის არ არის, ჩემთვის ყველაზე ბინძური ადგილია დედამიწის ზურგზე. ისრაელი მთლიანად, რატო? ყველაფერი ცუდი იქ მოხდა ყოველთვის. კი ბატონო. ჯერ პალესტინელების მოსეს მერე რო დაიწყო და პალესტინელების სიტყვაზე ვთქვათ, ის ებრაელების ისტორიაა და მართალია. ერთი მართალი ნოერო ებრაელი არ იყო, ყველა მიცის, ეს უთანაფიშია. დარჩ მოსე არ იყო. ეგვიპტელი იყო. კი ბატონო, არა, ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს. მოსე ვაფშე იყო თუ არა, ესაც არ იციან რეალობაში. ნოე უთანაფიშია გილგამეშიდან და მე ენუმა ელიშა მთელი წიგნებია მაგაზე და შეგიძლია ნახო უძველეს წიგნებს ვიძახი და ნახავ საიდან რა აქვთ მოპარული ებრაელებს. არ არის ეგ პრობლემა, მაგრამ
ისინი უკვე მათ უკვე დაკარგეს ყველაზე მთავარი ადამიანის სახე. ეს უკვე დაკარგეს ახლა კი არა პალესტინელებთან ბრძოლის დროს. ამას ცხოველის მეტი არავინ გააკეთებს. ბავშვები გაიზრდებიან, ტრატმოგვეკიდებიან, ეხლა ხალხს წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ირანი. მედურება მაგაშია. ჩვენ გარშემო ვინც ცხოვრობს. მე რუსებს კულტურული ატვთვლი. იმიტომ რომ ხალხს რომელსაც ყავს დოსტოევსკი, ყავს რომელსაც ყავს ჩეხოვი და ასე შემდეგ და ბულგაკოვი და ასე შემდეგ და ეს კულტურული ერია. იმიტომ რომ მაპატია და გერმანიის მერე ყველაზე ძლიერი ლიტერატურა ეს არის რუსული ლიტერატურა. და თანაც როგორ იცი, ეს არის პირდაპირ გაგრძელება გერმანული ლიტერატურის პოსტრომანტიზმის ეპოქის. ანუ გოეთე, ჰოფმანი, შამისო, ნოვალისი, ჰაინე, რომელიც კიდე აიღე, გენიალურებია, ხო ასეა. ასევე გერმანიაშივე ესე გაგრძელდა. ასეთი გინა ფილოსოფია, ფანტასტიკური. სხვებთან შედარებით. მე რუსული სკოლაც გერმანულიდან არის ძალიან ტარებულაფერი. ამიტომ დიდი კულტურის ერია კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ყველაზე დახვეწილი და ძველი კულტურის ერი ჩვენ გარშემო. ბერძნებიც არ არის, ბერძნებსაც დიდი კულტურა აქვს ახლა. არისტოტელე, პლატონი, დემოკრიტე, რომელიც კიდე აიღე. ხო, მაგრამ არის ირანი. ფარსი. ბატონო. უძველესი. ყველაზე ძველი კულტურა ჩვენ გარშემო მიდიის სახელმწიფო იყო ესა. და უზარმაზარი მიდია მე სპარსეთი. ხო, ჯერ იყო მიდიის სახელმწიფო, იგივე ხალხია. უბრალოდ სახელები, როგორც ქართველები იყვნენ კოლხები, იბერიელები, რა ვიცი, რამდენი სახელი, ეგრისელები და შევიცვალეთ და ბოლოს ქართველები დაგვერქვა. ესე იყო ისაც რა. ეს არის ძალიან ძველი, მიახლოებით 4-5000 წლის კულტურაა. ეს არ არის სახუმარო და თან კულტურაა, ის კი არა რომ არაფერი მომთაბარეები კი არ იყვნენ. ეს კულტურაა, ეს ის კულტურა, რომელსაც ზალატუშტრა დაიწერა ბოლო-ბოლო. მაგათი ის იყო და ვინ იყო ზალატუშტრა ჯერ უნდა გაარკვიო, ნამხელადონე იყო და რა იყო, მოკლეს ის ზალატუშტრა ცოტა შორის. საიდანაც მითრა იყო ბოლო-ბოლო და ბოლო-ბოლო სუფიზმი შეიქმნა ამ კულტურაში. სუფიზმი, რომელიც არის უდიდესი მიმდინარეობა. და მე რომ მკითხო ეს არის გნოსტიკური მიმდინარეობა მუსულმანობაში, გნოსტიკური ქრისტიანობა მუსულმანობაში. თავისი არსით. ეს ძალიან კარგად ჩანს, გინდა მარხაიამის ლექსებში, გინდა რობაებში, გინდა ჯალედინ რუმის, გინდა აბუსაადის, რომელიც გინდა აიღო. ეს არის გენიალური კულტურის ერია და უძველესი კულტურის ერია. ჯერ ებრაელები ჩაფიქრებულებიც არ იყვნენ, ესენი რომ უკვე უზარმაზარი მედიცინა ჰქონდათ ახლა. კი ბატონო, უზარმაზარ კულტურას ქმნიდნენ. ერთ-ერთ უდიდეს კულტურას ქმნიდნენ. ხო და ესე არ შეიძლება ადამიანებთან მოქცევა. დაუშველი არაფერი რჩება ამ სამყაროში. ამიტომაც ესე იქცევიან. მე არასოდეს მოვიწყდება ერთი მომენტი, ვახუშტი კი არა, ვახტანგ კოტეტიშვილს ვკითხულობდი, ესეთი მწვანე წიგნი იყო, ხალხური პოეზია. და იქ არის ერთი ლექსი, წუთი სოფელი რა არის აგორებული ქვა არის. ხო და იქ არის ჩვენ და თათარშორ ნაყოფილება რა არის ვამბობს. ანუ დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. ჩვენ ეს დამოკიდებულება ქართველებს მუდმივად გქონდა და ამან გადაგვარჩინა. და მაგათი დამოკიდებულება, რასაც ისინი ამჟღავნებენ ყოველდღიურად, რომ გინდა YouTube-ზე შედი, გინდა TikTok-ზე, გინდა იმაში ეს რაბინები რო გამოდიან და ლაპარაკობენ, ადამიანს როგორ და როგორც ძროხებს ისე უყურებს, ძროხებს უდარებენ იმ დონეზეა, ეს არა ადამიანური. კითხვას უსვავენ რაბინს, გამოდის ერთ-ერთი და იქ მოძღვრავს ხალხს და კითხვას უსვავენ ბავშვებს, რას ვერ ჩითო, გამიგე რა ხდება. ის ბავშვებიდან ჩვენი მტრები იზრდებიან. იცი რა არის? ყველაზე საშიში ცოდვა და დიდი ცოდვა დედამიწაზე. და არის კიდეც წერი ის გახსოვთ ეშმაკის ადვოკატი ფილმი როა იქ ამბობს კიდეც ის ჩემი ყველაზე საყვარელი ცოდვა პატიმოყვარეობაა. ეს არის პატიმოყვარეობით დაფეხმძიმებული ერი. საშველი მაგ სიტუაციაში დაღუპული ერი. დაღუპული იღუპება ერი.
გიჟები კი არ იყვნენ ქრისტემ, როდესაც ებრაელებს ელაპარაკებოდა უთხრა მათ, მოსემო თქვენ რჯული მოგცათ და მე ჭეშმარიტებას გაცნებთ. თუ ჭეშმარიტებას მაძლევ, რჯული რაღაც მინდა. რჯული ეს ეროვნება არ არის ბოდიშარგებო, რჯული ნიშნავს კანონს. ძველ ქართულში რა. კანონი. ხო. აი კანონი რაღაც მინდა. იმიტომ რომ ჭეშმარიტება კანონზე მაღლა დგას. თუ მორალი გაქვს უკვე კანონი რაღაც შეჭირდება. რა თქმა უნდა. ხო. აი ზუსტად მაგათეს მორალი არის. რჯული და იმიტომ რომ ზნეობის გარეშე არის. აი ეს ასპექტია. მე ხლა არასოდეს არავის არ უჭერდი მხარს ყოველთვის ნეიტრალური და ჩემთვის არსებობს ერთადერთი ვისაც უჭერ მხარს ეს არის საქართველო. კიდე ისე თქვენ კარგს ყველასაც ხვებულობ. ესენი იმის გაგებაში არ არიან ჩინეთზე როცა საუბრობენ ვინ არის ჩინეთი. ავიწყდებათ ჩინეთი რა კულტურის ერია. და რამ ხელა რამე აქვს შექმნილი დედამიწაზე რო არ დაესიზმრება ევროპას. ინაჩინე სამი ტიპის ერმა უნდა იარსებოს, ხო? ოფიციალური ის არის ესა. ჯერ კიდე 70-იან წლებში დაწერილი. ერთი ეს არის ერი, რომელსაც აქვს პირველი დემოგრაფიული რაოდენობა, მეორე რესურსები და მესამე ინტელექტუალური. და მთავარი ამაში ინტელექტუალური ის არის, ანუ იდეები. ხო? ქართველები ვიყავით ამ მესამეში. პირველ მეორეში არ ვიყავით. ის რა ქვია, ევროპელები მეტნაკლებად იყვნენ პირველშიც, მეორეშიც, მესამეშიც. დღეს აღარ არიან ევროპელები, არც პირველში, არც მეორეში. და არც მესამეში ინტელექტის დეფიციტიც არის. და ჩინეთი დღეს უკვე სამივე, ისა ორშია, ინტელექტში და დემოგრაფიაში. სულ განახევდეს ჩინეთი, ყველაზე მეტი იქნება დედამიწაზე და ინდოეთი. ამ ორ ქვეყანაზე მაქვს ლაპარაკი. ინტელექტით ბევრად უსწრებენ ევროპას და ამერიკას. ცოდნით. ამათ ინტელექტი რა გონიათ, იცი? ამათ ინტელექტი გონიათ ის რო აქ წაკითხული, რა ქვია. რა ვიცი, ვიღაცა ევროპელი მწერალიან, ამერიკელი მწერალიან, ვიღაცა ეს არ არის ინტელექტი. კითხვა ინტელექტს არ აძლიერებს. არ არის ინტელექტი, არც არაფერი ნაკითხია. ინტელექტუალური ადამიანს აქვს ორი მთავარი თვისება, ეს არის ღირსებისა და მოვალეობის შეგრძნება, იმასთან ერთად, რომ ის რამდენი აქვს გაგებული. და ანალიზი. ეგრე ფანტასტიკურად აქვს, კობახიძემ ფანტასტიკურად თქვა, ლევან ბერძენიშვილზე, რომ კაცია, რომელსაც მათ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. და სწორი თქვა აბსოლუტურად. მე რა რო წაკითხული აქვს. გაგებით არაფერი არ აქვს გაგებული. აი ეს პოზიცია. ხო და რა წაიკითხა ის არის. ხო. ინტელექტი სხვა რამეა. ინტელექტი სხვა რამეა, სწორედ ამის სიღრმეში ჩაწვდომაა. შენ შეიძლება კითხვა, საერთოდ არაფერი წაიკითხო და ყველაფერი გაიგო. ყველაფერი აბსოლუტურად. ძალიან ხშირად გაუცებული ვარ შუა საუკუნეების რაღაცებს ვკითხულობ და დარწმუნებული ვარ იმ ხალხს გაგებული არ ქონდათ ლაოცი მაგალითად და დაუდეცინი რა თქმა უნდა წაკითხული არ ქონდათ. იგივე საუბრობენ. იმიტომ რომ ინტელექტი ქონდათ. შინაგანი ინტელექტი ქონდათ უმაღლესი დონის და ამ ყველაფერს იგებდნენ. გნოსტიკური მეებს რო კითხულობ ტექსტებს ხო? ნუ შეიძლება შოკში ჩავარდი. იმხელა ინტელექტი დევს მასში. იმხელა და ისეთი და მთელი სამყარო ის რა იყო, ეს ადამიანი ცხოვრობდა სამყაროსთან ერთად. და იმიტომ. როგორ იცი? დღეს გვატყუებენ ყოველდღიურად. ჩვენ თურმე ბიბლიური იმასე არა, როგორ გეკადრებათ. ძველი აღქმა არ უნდა იყოს კანონით. ხოლო ახალ აღქმას უნდა მეყნობოდეთ. და ყველა ის სახარებებიც უნდა ისწავლებოდეს აპოკრიფული. მე რომ კითხო. იმიტომ რომ სინოდში რეალურად მთელი ეს მოძღვრება არ არის დაყრდნობილი ძველ აღქმაზე. ქრისტეს მოძღვრებაზე მაქვს საუბარი. ეს უფრო ახლოს არის ზალატუშტრასთან, მითრასთან, ლაოცისთან, ვიდრე ძველ აღქმასთან. იმიტომ რომ მთელი ძველი აღქმა ეს პროტების წიგნია თავიდან ბოლომდე. მერტმა უთხრა აბრამს რომ მომიყვანე შენი შვილი, შემომწირე მე კი გააძრო ხელიდან დანა. ისააკ მოუთხრა ღმერთს, მოდი მეჭიდავე. მოდი მეჭიდავე. ეს ღაფრებია ყველაფერი.
ეს ყაპრები გზაზე შეხვდა, რა არის ღმერთი ისაც არ არის ახსნილი და იმიტომ არა ღმერთი ესეთი წვრილმანი ვერ იქნება რა ის სხვა არის ის ძალიან დიდია ქრისტე ამბობს ფანტასტიკურად მე მამაში ვარ და მამა ჩემშიაო და თუ თქვენ ჩემი გჯერათ თქვენს მამაში იქნებით და მამა თქვენში იქნებაო მეტი არაფერი ღმერთი რომელიც ჩვენ თავში უნდა აღმოაჩინოთ და მე სამყაროში ჩვენ მისი ნაწილი ხარ ძალიან პატარა ნაწილი მაგრამ ვიცი ნაწილი მთელს მაგრამ უნდა შეიცნო ეხლა ზუსტად შეიცან თავი შენი ფრაქტალური თეორია გაიხსენეთ მათემატიკაში ნებისმიერი წერტილი ქმნის მეორე წერტილს ასე იქნება და ყველა შეიცავს თავის ასპექტს ეხლა ჩვენ უჯრედი ვართ არა ჩვენ სხეული ვართ მაგრამ ის უჯრედები ქმნის ამ სხეულს დღეს ხო ცნობილია რომ ყველა უჯრედს ტვინი აქვს კი ბატონო აქვს კი ბატონო გულს ტვინი აქვს 1991 წელს დაადგინეს რომ გულში არის 40000 ნეირონი კუჭნაწლავს აქვს ტვინი ხო მაგრამ 40000 კი არ არის სინამდვილეში გულში 40000 კი არ არის ეხლა დაადგინეს რომ ეს 2 მილიონია მე ხვდით ახალი დადგენილია ანუ როგელაპარაკება ქრისტე გულის ცნობიერებაზე და სიყვარულზე ჰაერზე კი არ გელაპარაკება იგივე ისინი დაოისტური ალქიმიაში რო არის სხეულის ალქიმია ესე ქვია რა წინეიძანი ტკივა ორგანო დაელაპარაკე მოეფერიო ის აუცილებლად მოგისმენს და ის განუჯამთელდება ესე იგი ესმის ხო მაგრამ ეს ცალკეულებია და ყველა ერთად ჩვენ შეგვადგენს ასე ვართ ჩვენ ახალს ეგრევეა ეგვიპტეში კი ბატონო ალბათ ახალს დღეს ერთმა ჩემმა თანამშრომელმა დამისვა კითხვა რომელი უპირატესია ტვინიო გული თუ გონება გული და გავაცი ესეთი პასუხი მარტო ტვინით ვინც მოქმედებს ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს აუცილებლად მარტო გულით ვინც მოქმედებს შლეგია უბრალოდ შეიძლება შლეგი იყოს და შეიძლება დაიჩაგროს კიდევაც და რაც შეეხება გონებას გონება არის ტვინის გულით მოქმედება და ეს არის უკვე გონიერი საქციელი და გული გონიერი ესეც გონიერი და საქციელი ადამიანის გონიერია მაშინ, როდესაც გულით არის გაჯერებული ტვინით ნაფიქრი. ემოციურად. მე რასაც ვუყურებ დღეს სოფლიოში რაც მიდის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატული ტვინის ნამოქმედარი. გული ამოაცალეს დედამიწას. მოსახლეობას დაახლოებით 40 წელიწადია ზრდიან უგულოდ. არა, ხო არის კიდეც საუბარი იმაზე, რომ ადამიანების უმრავლესობა ბოტია. ბოტია. ხო. გული თუ არ მოხდეს ბოტია. ესე იგი მიცინებულია გულის ცნობიერება. დიახ. გლობალური ცნობიერების მიცინება რას ნიშნავს? ყველაზე მთავარი. ხელოვნური ინტელექტია. კი. გულის ცნობიერება რას ნიშნავს? გულის ცნობიერება, როდესაც ჩვენ თანაგრძნობის უნარი გაქვს. ეხლა რო ემპათიას იძახიან. ქართულად ეს თანაგრძნობაა. მეტი არაფერი. მე არ ვიძახი რომ სიყვარული თანაგრძნობა. ჩვენ ურევთ ხოლმე, იმიტომ ერთხელ როდესაც სტატია გავაკეთე სიყვარულზე, იქ ერთმა ბატონო მალხას თქვენ ურევთ და ქიმიურად ამიხსნა რა არის სიყვარული. თან სასაცილო ის არის. ენდორფინებია. ქიმიურად სიყვარულს მიხსნის ადამიანი, რომელიც მუსიკოსია. და მე მიხსნის, მე ქიმია მაინც ვიცი. გესმის? და მე უწერე რა, შენ მეთქი ურევ სიყვარულს ვნებაში მეთქი. იმიტომ რომ არის სამი ცნობიერება ძირითადში დაოისტური ალქიმიის მიხედვით. ეს არის ეს ცნობიერება გულის, თავის, გულის და მესამე ჭიბზეა ცენტრი ფიზიკური სხეულის ცნობიერება. ეს ცნობიერება, ეს ემანაციური სამყაროსთან ურთიერთობის არის. მეტი არაფერი. გულის ცნობიერება არის კავშირში იმასთან თანაგრძნობასთან. და ეს ცნობიერება ეს ინსტინქტებია, მეტი არაფერი. შია, წყურია, სექსი მინდა, უნდა ვიარო და ასე შემდეგ. აი ეს არის განსხვავება. ამათ ეს ვერ გაარკვიეს. ესაც ვერ გაარკვიეს და ყველა გონიათ სიყვარული. იმიტომ რომ არა, ბოდიში სიყვარული სხვა რამეა.
საქმე იმაშია, რომ სიყვარულსაც აქვს თავისი ანტაგონისტური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სიყვარული ღმერთია. და მისი ანტიპოდი, სიყვარულის ანტიპოდი, რასაც ესენი არა. პატივმოყვარეობაა. საქმე იმაშია, რომ სიძულვილი არ არის. და სიცოცხლე. სიძულვილი უბრალოდ ნაკლებობაა სიყვარულის, მეტი არაფერი. არის პატივმოყვარეობა. როგორც კი უარყოფ სიყვარულს, გადადიხარ პატივმოყვარეობაში. ეს არის ზუსტად ეშმაკის მსახურება, მეტი არაფერი. გადატანითი მნიშვნელობა. ეშმაკის სატყვა. შემდეგ სიყვარული თუ გააქვს, სიყვარულის მოპოვება სიბრძნე. სიბრძნე რა არის? სიბრძნე არის წინააღმდეგობა და მიღმადგომა, იმიტომ რომ ორიანი თავისი არსით არა მარტო სიბრძნეს ასახავს, ამავე დროს ასახავს ენერგიას. სიბრძნე რა არის? სიკეთის და ბროტების მიღმადგომა. იმიტომ რომ შენ თუ შიგნით გახარ, სიმართლეს ვერასოდეს არ დაინახავ. ამიტომ გარეთ უნდა გამოხვიდე და გარედან შეხედო. და მესამე მისი სიბრძნის საწინააღმდეგო ეს არის სიბრიტყვე. ხო, და მესამე საფეხური აქ მოდის ზომიერება. ესაც ძალიან საინტერესოა, ბაუძი ბევრს ლაპარაკობს ამ ზომიერებაზე. მაგრამ მისი საპირისპირო რა არის სიხარბე. ჩვენ სიხარბე მანდა მაინც მარტო ფული გონია. სიხარბე ფულშიც არის, სიხარბე ჭამაშიც არის, სიხარბე ყველაფერშია სიხარბე. თუ რამე არსებობს. აი ეს სიხარბე სიყვარულშიც. კი. და სიყვარული არ არის. ადამიანს თუ ეს სამი პოზიცია არ აქვს გაძლიერებული და გამაგრებული, ის ბოტია. ელემენტარულად. აქედან გამომდინარე, ვინ გმართავს დღეს, კაცობრიობას ვინ მართავს? პატივმოყვარე ბრიყვები. რომლებიც ძალიან ხარბები არიან და ესეთი ხარბები რო არიან, იმიტომ ამდენი ფულს აგროვებენ. იცი რა არის, ფულის დაგროვებას ბევრი ჭკუა არ ჭირდება. ტესლას ფული არ ქონდა. სიტყვაზე ვამბობ. მაგრამ ფული იშოვა ბრიყვა. ტესლას გამოგონებები. ხო, მაგალითისთვის ვამბობ. კი ბატონო. არ მგონია რომ ტესლა მილიარდელი იყო, არ იყო. ტესლა კი არა, არა იშოვა კი 10 მილიონი აჩუქადებს. და იმ დროს 10 მილიონი დღევანდელი 10 მილიარდია. 100 წლის წინ ვიძახი. არც არისტოტელეს ჰქონდა დიდი ფული და სიტყვაზე და არც პითაგორას. არცეც არ ჰქონდა. რატო? იმიტომ რომ არ ჭირდებოდა, იმათ რაც ჭირდებოდა, იმათ ზომიერების შეგრძნება. არც ნიკოლაძეს ჰქონია დიდი ფული და არც ხო, ხოლმე ფიგურები ვთქვი, რომ იმათთან შედარებით უკვე ესენი აღარ ჩანან, ხო ასეა. გაიხსენეთ, რას ამბობს ბოლოს, რა ქვია, მაკედონელი, ხელები გადმოვაყოფინეთო და გაშლილი დამასაფლავეთო, რომ ნახონ, რომ მე არაფერი წამიღიაო ამ სამყაროდან. ამ სამყაროდან ვერაფერს ვერ წაიღებს. აბსოლუტურად ვერ. შიშველი მოდიხარ და შიშველი მიდიხარ. ხო. აი ეს პოზიციებია, მაგრამ ვერ წება ადამიანი. და ხო გახსოვთ ესეთი ისაც არის მითიც, რომ გული ოქრო დააყარეს და რომ ამოვიდა ზემოთ. დააყარეს კიდე ზემოთ ამოვიდა და მე წამოიტანეს და მიჭა დააყარეს ერთი მუჭა და გაჩერდა გული. რეალურად უნდა გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი. ჩვენ ხა ძალიან ცუდ დროში ვცხოვრობთ. გადარჩენის დროში ვცხოვრობთ. მე ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი მომწონს რაც საქართველოში ხდება, ან არაფერი მომწონს, ეს ორივე სიგიჟე იქნება, ხო? თუნდაც ის რომ დღეს საქართველოში ცეცხლი არ ტრიალებს, უკვე ბედნიერებაა. ესეთ დროში ვცხოვრობთ და იმიტომ ჩვენს გარშემო ყველგან ცეცხლი ტრიალებს აბსოლუტურად. დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი დგას საზღვართან, ირანის საზღვართან, რომელიც ელოდება. ეს ნამდვილია რომ ესეთი ინფორმაციები ვრცელდება. 18 მილიონი ვერ დაეტევა აქ თბილია. ჩვენთან არა. აბა ირანის საზღვართან და ჩრდილოეთისკენ აზერბაიჯანის, ჩვენ სადა გვაქვს ირანთან საზღვარი, აზერბაიჯანის და სასონხეთის საზღვართან. და ნუ ახლა თუ შევლენ ეგენი აზერბაიჯანში და სასონხეთის შემოსვლები არიან აქ. ცოტას გააკეთილშობილებენ. მაგათ მაინც. მაგრამ პაკისტანთან დგას ბევრი, მე როგორც ვიცი. და ინდოეთთან. ხო და იქით იმათვისაც უკეთესია რა ცოტას გააკეთილშობილებენ. პაკისტანთან დგას ბევრი, თორე 18 მილიონი აქეთ ვერ იქნება. 700 კილომეტრში მოხდაო აზერბაიჯანიდან ის აფეთქება ბოლო.
გასაწყისში თუ თავიდან გადმოვახած რამ განაპირობა თუ შეგიძლიათ ამის თქმა არა ეს პროექტი არა სხვა რამეს ვამბობ აი ისრაელის შექმნა და შეიქმნა და იმ წუთასვე ირანის მოწინააღმდეგეთ ეს იყო მოცხადა თავი არა ეგ იყო პროქსი სახელმწიფოა რა ინგლისის პროქსი სახელმწიფოა ანგლო-სიონისტური პროექტია ეხლა რა არის იცი ძალიან ცუდი სიტუაციაა ამერიკას თავის ქვეყანაში ამერიკა დგას დიდი სამოქალაქო ომის პირზე კი რეალურად ამის გარდა ყველას ავიწყდებათ რომ ამერიკაში მოსალოდნელია ძალიან სერიოზული კატაკლიზმები ბუნებრივი იმიტომ რომ ის ზოლი რომელიც კატის იგივე გეოლოგიურ ზოლზე მოგლაპარაკე ამერიკაში იგივე მოსალოდნელია ურალში იმიტომ მოხდება დათმობაც მე ალბათ ხო ეგზოლი კარგს არაფერს არ გამოიწვევს. შეიძლება საერთოდ დაშალოს ამერიკა. და ამ ფონზე უკრაინას როგორ ხედავთ? უკრაინა აღარ არსებობს. მაგრამ ისრაელი ვერ შეიქმნება. როდის დამთავრდება? ეს პროექტი დაიდო პირველად 2013 წელს. 92-ში ხო დაიდო ეს ზოგადი პროექტი, მაგრამ თვითონ უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირების, მაგრამ აი ზეციური იერუსალიმის პროექტი დაიდო 2013 წელს. მაგ ეს პროექტი. საკითხულიც მაგ თავიდან ბოლომდე და მაშინ დაიდო, იმიტომ მოიყვანეს ზელენსკი. და კიდეც ფილმიც გადაიღეს მაშინ, სლუგა ნაროდა სპეციალურად გადაიღეს, პრაქტიკულად გააფრთხილეს, იმიტომ რომ ესეთი კანონი არსებობს, უნდა გააფრთხილო, ისე არ შეიძლება. ეს ოკულტური კანონია და მე უნდა იმოქმედო. თორე ისე ბრძალა ვერ ექნება. გააფრთხილეს პრაქტიკულად, მაგრამ ნუ მაპატიე არ თხოვს. საერთოდ цаრიელი თავს, цаრიელი თავი ფეხებს ამძიმებს, თორე კი არ ამშუბუქებს. ეგ არის უბედურება. ხო და ნუ ესენი ხო ძალიან ჭკვიანები არიან უკრაინელები ზოგადად. ამ დროს პარლამენტის 80% ებრაელები ყავდათ. ეს ებრაული პროექტია. ეგაც ანგლო-სიონისტური პროექტია, ახალი იერუსალიმის შექმნა, მაგრამ არ გამოვა, ვერ შექმნიან. ვერ შექმნიან, არ გამოვა ეგ პროექტი. მაგრამ ეს ომი შეიწირავს ისეთ ქვეყნებს, როგორც არის ბალტიისპირეთი. პოლონეთსაც. ახლა ბალტიისპირეთი პირველ რიგში, იმიტომ ვამბობ, რომ ნუ ზოგადად ეგ ხალხი რა ხალხიც არის, მე კარგად ვიცი, მაგათ კომუნისტების დროს დართებს ვეძახდით. როგორ გამოაფხიზლებ ისეთი ტიპები არიან. ლოთობისგან კი არა, აზროვნებაში. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც ასაც ეგენი აკეთებდნენ საშინელებებს. ეს დაავიწყდა ყველას. ისე როგორც რასაც ჩეხები აკეთებდნენ ყველას დაავიწყდათ. ესენი ცნობიერებით გლობალისტები არიან და ლიბერალები. და გადაგვარებული საზოგადოებაა ზოგადად და ძალიან ცუდ დღეში ახლა კარგი და ცუდი ადამიანი ყველგან არის, იქაც იქნება ვიღაცა კარგი და ვიღაცა მომაზრონი, მაგრამ მასიურად ესეთები არიან. ბალტიისპირეთი პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობას დაკარგავს. კავკასიას როგორ ხედავთ ამ სიტუაციაში? საქართველოს მე ვხედავ, იცი რა არის, მე ამ შემთხვევაში უყურებ როგორც იმ წინასწარმეტყველებებიდან გამომდინარე. და პლუს ამის გარდა რა თქმა უნდა საკუთარი ისინი მაქვს. შესაძლებლობა შეიძლება უცბად შეიქმნას, მე ვფიქრობ იმისი, რომ მართლა მოხდეს დიდი კავკასიური გაერთიანება. არა, მოხდება. შესაძლებლობა კი შეიქმნება, აუცილებლად მოხდება, კი. იქეთკენ მიდის საქმე. კი, და ამას აიძულებს სიტუაცია. მაგრამ თავის დროზე რო ბაქიძემ დაწერა, რომ ეს უნდა მოხდეს. გახსოვთ ეგ ალბათ, ოღონდ სასუნთქეთის გარეშე. ესე დაწერა. გრიგოლის ღვთისმეტყველის მაგას გვაფრთხილებთ. არა, ესეც იქნება. საბოლოოდ ესეც იქნება. იმიტომ რომ არის ერები, რომელსაც გაქრობა უწერია. გაქრობას როგორ ვიძახი ათქვეფა სხვა ერებში რა. ესეთი არის სასუნთქეთიც. მაგაციაშია. და თვითონ მეიტანეს აქამდე სიტუაცია. თურქეთი ძალიან გაურკვეველ სიტუაციაშია. თურქეთის საითკენ გადაიხაროს. სიამოვნებაში თურქეთში თურქეთში ცხოვრობს ყველაზე მეტი ქართველია თურქეთში გენეტიკურად. მაგრამ გენეტიკური ქართველი მარტო საკმარისი არ არის ხოლმე. მე თურქეთის ქართველებას ქართველებად ვთვლი.
ირანის ქართველობასაც ქართველებად ვთვლი, იმიტომ რომ ქართულად მეტყველებენ, ქართულად აზროვნებენ. მე სალომე ზურაბიშვილს ქართულად არ ვთვლი. არც ახლა M1-ის დირექტორად რო დაინიშნა მეტრევერს, არც იმას ვთვლი. რატომ? იმიტომ რომ სადიზდები ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რომელიც ცნობიერებას ექვემდებარები. იმათ ბავშვობიდან თურქეთის ქართველობასაც და ამათაც როგორც ქართველებს ისესდიან. და ზურაბიშვილი როგორც ფრანგი ისე გაიზარდა. მას მემკვიდრეობითაც ძალიან ცუდი გენი აქვს, შორს რო არ წავიდეს ის კედიათი რო ამაყობს ვინ იყვნენ, თუ დაჭირდება გავახსენებ დეტალურად. საქართველოს გამყიდველი ხალხი იყო ყველა. ხო და თან არაზრუნებს ვერ ისწავლა ქალმა ქართული. ვერ ისწავლა უბრალოდ და ვერც ისწავლის, არც იცის, ის აზროვნებს ფრანგულად. ხო. დეგრადირებული ტვინის პატრონია. მას ეროვნება არ გააჩნია, ესეთ ხალხს ეროვნება არ გააჩნია. და ყველაზე ცუდია ხალხი, რომელსაც ეროვნება არ გააჩნია, ის გულავს ქვეყანას. ხო. ესეთი იყო ჩვენი მიშაც. მას ეროვნება არის და იყოს რომ ვამბობ, ესე კი იყო. მიშაცთან თელი ნაციონალურ მოძრაობას ზოეგრი არიან და ნაციონალურ მოძრაობას და ესენიც გასა. ეროვნება ჯერ პირველი ენა პირველი. და მე ამის გარდა ქართული ცნობიერება, იმიტომ ენა ცნობიერებას მოიცავს ზოგადად. და მეორე შენ წმენა. ეროვნებას წმენა. შენ თუ გჯერა, მე ხა ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მსახიობს ბასილაშვილს. ან როგორც რეჟისორს დანელიას. სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ ესენი ქართველები არ არიან. არ არიან. ორივე რუსები არიან. ჩვენ რეალურად უნდა დავინახოთ სიტუაცია. კი ბატონო. საქართველოში დაბადებული გაზრდილი გარდა იმას უნდა ქონდეს ცნობიერება ქართული. ძალიან დიდები არიან, მე არ ვიცახი რომ იმაზე რას ლაპარაკობ, იმასთან მივიდნენ ჩვენები რამდენიც გინდა, ეხლა რო არიან მით უმეტეს ისინი. მაგრამ გინდა როგორც რეჟისორთან და გინდა მე არ ვიცახი ახლა აქაც იყვნენ რა თქმა უნდა აბულაძე და იყვნენ სერიოზული რეჟისორები, მაგრამ ზოგადად ვიცახი მე. ეხლა რო ყავს ის კლასიკოსები არიან ბოლო ერთიც და მეორე ორივე ქართველია და იმიტომ დავასახელე. მაგრამ ისინი ქართველები არ არიან, გვარი აქვთ მარტო ქართული. ეგრე მთელი შტო დავიდოვების ქართველები არიან, მაგრამ რუსეთში დაბადებული გაზრდილი დავიდოვების, მაგრამ ვახტანგოვი მაგალითად კიდე. მაგრამ ისინი ქართველები არ არიან. კი ბატონო. კი შეუძლია თქვას, რომ წარმოშობით ვარ ქართველი, მაგრამ დღეს არ არის ქართველი. დღეს ისინი პარლამენტში ხედავ უმეტესობა მანქურთები. ხო, ეს ქართული გვარები. ქართულ გავრებით ისინი როგორ არიან ქართველები? არა, შეიძლება დედაც ქართველი ყავს, მამაც ქართველი ყავს, წინაპრებიც ქართველი ყავს, მაგრამ არ არის ქართველი. ქართულს არ აქვს. იმიტომ რომ ქართველობა რწმენაა. პირველ რიგში ის არის, რომ შენ გჯერა რომ ქართველი ხარ, შენ თუ გჯერა რომ ქართველი ხარ, შენ ზრუნვა. შენი ტერიტორიის გაფრთხილება, ქართველობა, შენი საქართველოს გაფრთხილება, შენი მოყვასის გაფრთხილება, ენის გაფრთხილება. ქართული ენა არიციან ხალხს. აჩია საქმე ხალხო. ჯერ ნახე როგორ ლაპარაკობენ. ყველა პარლამენტის დეპუტატი. კი მაგრამ რამდენი პარლამენტი ყავს? ყველა პარლამენტის დეპუტატი. ჟურნალისტი გამოდის, ყველა ჟურნალისტი ესე გამოდის. გინდა ინგა გრიგოლი აიღე და გინდა კვესიტაძე და გინდა ისე. ქართული არიციან. გინდა გვარამია. ქართული არიციან. რაღაც ისეთ სიტყვებით არ ახუნებენ. ეხლა ნანუკა ჟურნალისტზე არ ლაპარაკობენ საერთოდ გაუნათებლობის ზენიტია და ინტელექტის დეფიციტის ზენიტია გადაკვესიტაძე. მაგრამ ზოგადად სულ ესეთები არიან, საუბედუროდ პოლიტიკოსებიც ესეთები. დიდი აბრაწერია. აი ქოთარაძეს. ეროვნული სისხლის ბანკი. ეროვნული რას ნიშნავს? მარტო ქართველებს უნდა უღოთ სისხლი? ეროვნული სისხლის ბანკი რას ნიშნავს? ხო? სისხლის ეროვნული ბანკი შეიძლება იყოს. და ყველაფერს ეროვნულს ვუაწევს და არაეროვნულ საქმეს ვაკეთებთ რაშია არა ეროვნული სისხლი როგორია განსხვავებული არა ესეა აბრაწერია ხო და მაგას ვიძახი სიტყვების დალაგება არიციან მეთქი გერმანული ენა რითი ერთი მაგარი ინგლისურთან შედარებით ინგლისურში შეიძლება ჩაყარო სიტყვები და გაიგებ ყველაფერს გერმანულში თუ სიტყვები გრამატიკა გერმანულს ხო და იმითია მაგრამ არ დაალაგე გერმანულში სიტყვები გაუგებარი ხდება რას გეუბნება იმიტომ რომ გრამატიკა ქართულშიც ქართული ენა ის არის ბორძიკიო ხო გახსოვს ის კონსტანტინ მართალს ამბობს
ოდნავ რომ გადაალაგებ უკვე იდიოტიზმი გამოდის. და ეს ენა არ იცის ხალხმა. ერთხელ თაობება ჟურნალისტებმა ყველაზე მთავარი. ჟურნალისტებს ხო ეხება. პირველი უნდა იცოდეს მეტყველება და წერა, ხო? არც მეტყველება აქვს და არც წერა იციან. 2001 წელი იყო თუ არ ვცდები, ღვინჯილია გამოვიდა ტელევიზიით და თქვა რომ კაცო მექიმებს უტარებთ ატესტაციას და ისე უშვებთ პაციენტებთან. მასწავლებლებს დაუწყეთ ისე და ჟურნალისტებს ჩავაბარებიოთო ატესტაციაო ქართულ ენაშია, იმიტომ რომ ბავშვები უსმენენო ამასო. მასწერაშიც. და არა, უსმენენო და არასდროს მეტყველებდა ბავშვი ესე იმახსოვრებსო და ენას გავყმით ეს. ატყდა ერთი ამბავი სასწრაფოდ პირველი არხის და რუსთავიორის ჟურნალისტები დაირაზმენ ერთად გააკეთეს მიმართვა პარლამენტზე, კანონპროექტი შეიტანეს და გააუქმეს ენის პალატა. სამსახური გააუქმეს. ოღონდ გამოსდა არ ჩავაბარებინოთ. ვერ მეტყველებთ ხალხო, არა, ლაპარაკი არ იციან. საშინელი ინტელექტის ეს ეგ არის უკვე ინტელექტის დეფიციტი, მეტი კი არაფერი. ეგ არის. იმიტომ რომ ეს დაიწყო სხვათა შორის ახლა არ დაიწყო. მე ერთი პერიოდი გასწორდა ეს ჯერ კიდე აი ეს ფანოღი რო წამოვიდა თბილისში 19 საუკუნის ბოლო მეოცე მაშინ დაიწყო ეთენბურგი რო გამოჩნდა და რო კითხულობდა იქ ლექსებს და ხალხი აღბდა ვინ იყო აღბდანებული ვინ იყო თუ ძმა ხარ ვინ უსმენდა იმას ის იყო აღბდანებული კინტო ვინ იყვნენ კინტო ახლა ვინც არიან პიდარასტები თბილისში იგივე იყვნენ ყარაჭოღელი და ეგეთი ტიპები გაუნათლებელი ცივ ზამთარში უსახკარო ციცივეში გავატარე გაზაფხულსა მოველოდი იმაზეც უც შევეყარე სად არიან ან ლექსი და ან ქართული ენა სად არიან ერთი ან მეორე მე ამ დონის ისინი წამოვიდა მასიურად ეხლა ლექს გეტყვით რომელიც ესე სიმღერა ესეთი არ ვიცი ფანოღურია თუ რა არა სიმღერები ყველა ეგეთია ეხლანდელი მაპატიე რომ დღეს შენს ხვისი ხარ აი ეს ცვედანური ეს არა ეს დღეს უკვე სხვა რამეა არა კინტაურია ესე ასეც ერთხელ მეურდება მსგავსი რამე ეთყობა და კინტაურია მე მქონდა ესეთი ისა გამოთქმა დეგრადაცია ქართველი ერის როგორ მოხდა ყველაზე მაგარ კაცს ძველ დროში ბრძენ კაცს ეძახდნენ ყველაზე პატივსაცემ კაცს მე ომები და უბედურებები რო იყო ამიტომ მე გულადი კაცი გახდა მაგარი კაცი ეს ხდება მთლიანად მოდის ეს გულადი უშიში ვიხარცა უხორცო ხო გულადი კაცის სახელი მოდის ხალხურ ენაში თვითონ ვიძახი მთელი მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე იმიტომ რომ ჯერ კიდე მე-18 საუკუნის ის მოყვებათ რა ხალხში ვიძახი შემდეგ უცბად დაიწყო ესეთი ტერმინი შემოვიდა კვერებიანი კაცი იყო თუ არა ყარაჩოღელზე იტყოდნენ ხოლმე თბილისში ხანდა ზოგი ისე შორსავი და კარდაც იცახდნენ ხო კი იცახდნენ ესეთი დეფიციტი გაჩნდა შემდეგ ეს გახდა ტრაკიანი კაცი და წარმოიდგინე აქედან მთელი ცნობიერება უკან ჩავიდა ამიტომ ცხოვრობთ ტრაკიანი კაცების ქვეყანაში ყველა ეს ტერმინი იცი რა მაგარი ტრაკიანი კაცია ოი ყველა ეს ტერმინი ასახავს იმ ეპოქაში რითი აზროვნებდა ეს ხალხი კი ბატონო და ეს ტრაკიანი კაცები გაჩნდნენ პირველად 60-იან წლებში სხვათა შორის მაგრამ ეს გამოთქმა არ იყო კი ცეხავიკები უფრო საინტერესოს გეტყვით ძალიან საინტერესო დაკვირვება მაქვს ერთი და ჩემი პროფესია მიმიყვანა ერთხელ რომ ადამიანებს დიეტაზე ელაპარაკები ხოლმე ვერაფერ ვერ გავაგებინე რატო არ უნდა იყოს ადამიანი პაციენტი შოელ მეუბნები და ვერ გავაგებინე ასლაბა შეწარი მოხრაკული ხაშლამა ესეთი ყოველდღე მე თუ არ ვჭა და უცბად მომაფიქრდა ქართულ ლიტერატურაში როდის გაჩნდა პირველად სუქანი გმირი თქო რა როთისო აბა კარგად გადაავლე თვალი ნაკითხი კაცი ჩარხატო მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე სუქანი თუ რომელიმე გმირი ყავს რომელიმე ლიტერატურის აღწერილი არა იმიტომ რომ არ იყო ესეთი არა შარდენიცეს თვითონ შარდენიცეს შოქში იყო
წვრილ წელა მხარბეჭიანი მე-16 საუკუნეში. იმიტომ რომ ფუნქცია ქონდა ქართველ კაცს ხმალი და თოხი. რა შეგვიერთა რუსეთმა და მერე თან ბატონყმობას რო გააუქმა ბატონო ჩემო. უფუქციო დარჩა ქართველი გლეხი და განსაკუთრებით თავადი. კი ბატონო. რა ქნეს მათ? როგორც დღეს აი ესე აკდნენ დაყიდეს მიწები. ჭაბეს და შოეს. ჩამოვიდნენ თბილისში. თბილისში თავადის სახლს რა უნდა? ერთის მეფის რეზიდენცია იყო. და მუხრან ბატონებს ჰქონდათ მე მგონი თავიანთი ერთი პატარა სახლი. რა უნდა თბილისში თავადს? თავადები თავის მამულებში იყვნენ, მაგრამ რო გაყიდეს ეს მიწა ყველა ჩამოვიდა და თბილისში აიშენა სახლი. ეს სახლები თავადური სახლები ჩნდება მე-19 საუკუნეში. კი, გეთახმები. ეს ხალხი ეხლა ეს ფული სად უნდა წაიღონ ამ ხალხმა? ორთაჭალის ბაღში ერთი ბორდელი ააშენეს, ააშენებინეს ერთ დედაკაცს, არ ვიტყვი და გარშემო იყო 4 დუხა. და შეიკიჯდნენ ესენი, ხო? ერთი კრივის მოედანი ნახევარდაყრილი იყო კიდე. ამ გასართობ ტერიტორია. აბა ერთი მუშტი კრივში ვნახე ვინავა. აბა ერთი ორთაჭალის ბაღში ვნახე. რა ხდებოდა? სვავდნენ და ბორდელში დადიოდნენ. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. და გადავიდა ბოლოს ყველაფერი ეს ტრაკიან გადში. ხო, ესე მოხდა. კი, დეგრადაცია. იმიტომ რომ გარემოება ქმნის ამ პროგრესს ამ რეგრესს. დადა თუთაშხიაში გოგი გეგეჭკორის გმირი იძახის. მამაო ჩვენოსავით მოუყვებიო თუ დამაცლითო. ხო, საქართველოს დაკარგა ფუნქცია. ავკარგეთ ფუნქცია და ხავართ და ახლა ტირი ვართ და ფუნქცია უნდა ახალ ფუნქციას ვიზეთ კალიდორისას. უნდა დაიბრუნოს ქართველმა დაცმა. იცი რა, ყველაზე მთავარი რაც მოხდა, მე რომ მკითხო, ყოველთვის მახსენდება ერთი მომენტი საბჭოთა პერიოდში, ხო? ეხლა მე გეოლოგებს ვიტყვი. ყოველთვის ყველაზე კარგი გეოლოგი გამოდიოდა ქართველი გეოლოგი. გინდა ევროპელებთან შედარებით, გინდა რუსებთან, რატომ მიწის კაცია ქართველი კაცი. გეოლოგიაც მიწის პროფესიაა. ზოგადად ქართველი მოწყდა მიწას. არქეოლოგიაც კარგად გამოსდიოდა. არქეოლოგიაც კარგად გამოდიოდა, მაგრამ გეოლოგია უფრო ის არის. არქეოლოგია მაინც ისტორიასთან მიბმაა და გეოლოგია უფრო სხვა სფეროა. ხო და ქართველი კაცი მიწას მოწყდა. მოწყდა მთლიანად. და მან დაივიწყა ყველაზე მთავარი. მე ჩემს ბავშვობაში მახსოვს რა სოფელში რო ჩავდიოდი და მახსოვს როგორ აზროვნებდა გლეხი. საოცრად. 60-იან წლებში ვიძახი 50-იანი 60-იანი. ნუ ეხლა მე უფრო ხშირად სამეგრელოში ვიყავი ნაწილობრივ კახეთში რა თქმა უნდა. ნუ ანუ მამის და დედის მხარეებში რა. მაგრამ აი ეს მოხუცები მახსოვს. ინტელექტის უზარმაზარი დონე გქონდა. რა თქმა უნდა. აი ეს იყო ნამდვილი ინტელექტი. და უმრავლესობას ჰქონდა 3 კლასი განათლება. კი. მაგრამ რა იყო ისე ისინი ესენი ვერაფერს სწავლობენ ეხლა აქ. თბილისში ვერაფერს ისწავლენ. და ისინი სოფლიდან გამოცდილებით სწავლობდნენ. ხო, ჩვენზე უარეს ცხოვრება ჰქონდათ გავლილი. ჯერ მეფის რუსეთი, მერე პირველი მსოფლიო ომი, მერე რევოლუცია, მერე საშინელებები რასტრიალებდა საბჭოთა კავშირში მთლიანად, მერე მეორე მსოფლიო ომი. ეს ყველაფერი ხო გამოვლილი ჰქონდათ. მაგრამ დასკვნაც ჰქონდათ გამოტანილი. მე ისეთ ტიპებს არ ვიცახი, მე უბრალოდ გლეხებს ვიცახი. ისეთ ტიპებს არა, ვინც კარიერისთვის იბრძოდნენ და ზოგი რა იყო, კომისარი იყო, ზოგი რაღაცა იყო. არა, ეგეთ ტიპებს არა, ინტელექტს ვიცახი. გლეხსთან, რომელიც თავის სოფელში მიწას თოხნიდა უბრალოდ. და თავის სამყოფის იმინდი ისა ესა ყველაფერი მაყმდა. თავის საქმეს აკეთებდა და სულ არ აინტერესებდა კაცს. აინტერესებდა კი არა, ისეთ ანალიზს გაგიკეთებდა მსოფლიოს შესახებ, არაფერი არ ეშლებოდა, კარგს და ცუდს არჩევდა. იმიტომ რომ სიბრძნე რა არის, ამ თქვით კიდეც. სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგომა, შავის და თეთრის მიღმა დგომა, კარგისა და ცუდის გარჩევა. აი ამას აკეთებდა. ჩვენ დღეს ეს არ გვაქვს. ბატონო.
აი მას უნდა დაუბრუნდეს კაცი. თბილისი ეს საშინელი მეგაპოლისია. არც არის მეგაპოლისი. მე უბრალოდ მიწა არ მაქვს რა. და ერთადერთი ოცნება მაქვს რომ ის ჩემი სახლი გაიყიდოს რომ წავიდე სოფელში. იმიტომ რომ გინდა ცხოვრება სოფელში უნდა იცხოვრო. ქალაქში არა. შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ მაინც უფრო ლაღი იქნები ვიდრე აქ ხარ. თავისუფალი. კი, აქ ქალაქი ეს არის იმისი ქვის ჯუნგლები მეტი არაფერი უკვე. ქვის ჯუნგლები. ბატონო. აი ეს არის ქალაქი. აქ კარგი არაფერი ხდება. აი ამის გააზრებაა საჭირო და ეს დრო დადგება. უკვე ძალიან მალე, უკვე დამდგარია, მაგრამ უფრო დადგება. იცი მე არ მესმის იმ ადამიანის ვინც 100,000 და 200,000 რაღაცა ამ ჯურღმულში, რომელიღაც ბინაში მისცემს იმისათვის რომ ლიჟბი ქალაქში იცხოვროს. წაიღე ის ფული სოფელში პატარა სახლი იყიდე. ნუ მიხედე რა, მეურნეობას მიხედე, მიწას მიხედე, მიწას შე როგორც კი დაუბრუნდები, სიბრძნეც მოდის, თავისუფლებაც მოდის, სიყვარულიც მოდის, ყველაფერი მოდის. მაგრამ სოფელში ვინც ცხოვრობს, იმასაც აღარ უნდა ხელის განცრება. და პირველ რიგში ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს სოფელს ხელი. თბილისში როგორ შეუწყობს ამას, როგორ შეუწყობს ხელისუფლება ხელს, რომ ხალხი თუ სოფელში დამაგრდა, იმიწევს ხო ვეღარ გაყიდის. ვეგაც არ. იმიწევს ხო ვეღარ გაყიდის, კაცი იცხოვრებს, კაციანად ხო არ გაყიდის. ამიტომ შეიქმნა პირობები, ქართველები როგორმე აიყარონ თავიანთი მიწებიდან, ჩამოვიდნენ თბილისში და პოლონეთში. ხო, ახლა მე პოლიტოლოგად არ გამოვდგები. მაინც არა ვარ პოლიტოლოგი. მე რომ მკითხო, ხო? მე რომ მკითხო ხელისუფლებას, თუ უნდა რომ ეს ქვეყანა ფეხზე დაადგინოს, არის რაღაც სისტემები, რომელიც პირველ რიგში ნაციონალიზაცია უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა. და მთელი ეს რესურსები საქართველოსი გადმოიტანოს. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ინჟინერების მომზადება ქვეყანაში. მასწავლებლების მომზადებაა საჭირო, დაიყოს არა, აუცილებლად მასწავლებლის და ინჟინერის. და აუცილებლად უნდა მოხდეს ნაციონალიზაცია მედიცინის. კი ბატონო. რომ ხალხი იღუპება, მასიურად იღუპება. რომ ექიმი ფულზე არ უნდა იყოს. მედიცინის ნაციონალიზაციას ვერ მოახდენს, თუ არ გამოვიდა ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციიდან. უნდა გამოვიდეს. აუცილებლად უნდა გამოვიდეს და უნდა გააკეთოს მედიცინის. იცი რა, ხელფასი უნდა დანიშნოს სახელმწიფო ექიმებზე. რა თქმა უნდა და უნდა მოსთხოვოს. და უნდა მოსთხოვოს. კურნალობა და არა სიმპტომების გაქრობა. იმიტომ რომ სამი პროფესიაა დასაფასებელი და უმთავრესი ქვეყანაში თუ გინდა რომ შენ ქვეყანა შეინარჩუნო. პირველი ეს არის განათლების სისტემა, იმიტომ რომ ის მომავალს კისდის. მეორე ეს არის ჯანდაცვის სისტემა, იმიტომ რომ ჯანმრთელი საზოგადოება გყავდეს და მესამე უსაფრთხოების სისტემა. ამ სამი სისტემის იცი რა არის იმისი არ იყოს ახლა გავამტყო მოიკლონ ხელფასი თვითონ არ ჭირდება თამდენი არც დეპუტატი და არც თანამშრომელი სახელმწიფოს და ამათ მოუმატონ და ამათ შეუქმნან პირობები. რას ლაპარაკობ? სინამდვილეში ოთახის წევრები სახლიდან გამოყრია. სინამდვილეში ყველაფერში ხო დაზღვევაა და საყოველთაო დაზღვევაა და ყველა ექიმს მაინც შენ უხდი სახელმწიფო ფულს. შენ ექიმს კი არ უხდი, ფლობელს უხდი ძირითადში ფულს და მე როგორც უნდა ისე ანაწილებს თავის ექიმებს. ადექიდან მთლიანად შენ გადაიბარე ეს სისტემა. იმიტომ რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა საქართველოს ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ასევე ძალიან ცუდი სიტუაციაა. ამის შემდეგ დემოგრაფია მოთხოვე. ამის შემდეგ მოთხოვე რაც გინდა და აუცილებლად განათლება და განათლება რა? უნდა შეცვალო განათლების სისტემას რომ შეცვლი პირველ რიგში, ენა რომ ქართული უნდა იცოდეს ყველამ და ისტორია ეს ფაქტია, იმიტომ რომ უბრალოდ თავის სამშობლო უნდა უყვარდეს, მაგრამ ტექნიკური საგნები საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საგნებზე რა შემჭირდება 90,000 იურისტი საქართველოში. 90,000 იურისტია დიპლომირებული. თუ ძმა ხარ 2 მილიონიან ერში 90,000 იურისტი რა შემჭირდება? თან კოდექს
და ინჟინერი არ გქონდა. თან კოდექს კარამარა ცვლი და რას ასწავლით ახლა? თუ ასწავლით დღეს იურისტებს რაღაცას, რაღაც უცვლით იმ და კოდექს. რაღაც უნდა ან იურის ან მაგისტრატურა და დოქტორანტურა. გააკეთე კურსები და გაატარე. მე არ მისმის აშიმშობს თეატრალური ინსტიტუტი, გინდა ისე გამიგეთ, გინდა ასე. გააკეთე სტუდია და ასწავლე თუ გინდა. დიპლომისთვის მსახიობი ან არის მსახიობი ან არ არის მსახიობი. მსახიობი რა უნდა გამიკეთოს? ქვეყანას პირველ რიგში ეკონომიკური ფეხზე დადგმა უნდა. ამას სჭირდება. რამდენი აგრონომი ყავს ქვეყანაში, რომელიც კონსულტაციას გაუწევს გლეხს. არც ერთ. რა მოიყვანოს, როგორ მოიყვანოს, ან გაგეგმა რაიმე, აი სად რა შეიძლება მოიყვანო, როგორ შეიძლება მოიყვანო რა. არ შეიძლება საქართველოში განვითარდეს ფარმაცევტია იმისი ბალახეულის ფანტასტიკური ტერიტორიაა ამისთვის. ფანტასტიკური. ამდენი ზონა გვაქვს ჯერ მარტო. და ნიადაგის როგორი ქიმიური შემადგენლობა სხვადასხვა ადგილებზე. ხო. ამის გარდა იცი ასაბადოები გვაქვს. საქართველოსთვის საკმარისი. მაგრამ კი არ უნდა გაყიდო. რომელიც მიყიდი მე უცხოთომელს. ხო, და ის 3600 თანამშრომელს გამოგიგებს გარე. მარგანეც აქტიურად რო ექცევიან, ესე არ არის. სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. დარიშხანი საბადო პოლიმეტალური დარიშხანი. იცი რა მაგარი რამეა? რაჭაში. ხო. იცი რამდენი ჯერ მარტო თიხები რამდენი სახეობის გვაქვს. რამდენი რამე გვაქვს, იცი? მაგრამ წარმოება აქ განავითარე. კი არ გაიტანო, აქ განავითარე. და მე პროდუქტი გაიტანე თუ გინდა კაცო. ყველაფერს თავი და ყველაფერს გაკეთების ფანტასტიკური რაღაცები განადგურდა საქართველოში. იმ დღეს აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში სახნავს 1000 არის თუ არ ვწდები რაღაც რამდენიმე 1000 კვადრატული კილომეტრი. კი. სახნავს 1000 და სულ ყველა დაუთესავია. ჯერ არ გაგიყიდიათ. ჯერ არ გაგიიჯარებიათ. ორი ტრაქტორი ვერ იშოვეთ, რომ ალგე და დახნათ, კაცო, და მოსავალი მოაყვანინო, დაიქირაოთ ის თვითონ სახელმწიფო. მარტო კახეთის ტერიტორიაზე. იმდენი ხორბალი. თვითონ სახელმწიფო. იმდენი ხორბალი შეიძლება მოვიდეს, რომ საქართველოს ეყოფა. ყოფნიდა მაინც არის არა, საქართველოს, კავკასიას ყოფნიდა და გაქონდათ. 78 და 79 წლებში უკრაინაში არ მოვიდა არც ხორბლის მოსავალი, არც ის გეხსოვება ტალონები რომ შემოვიდა 80-იან წლებში პურზე და კარაქსზე. რო არ მოვიდა მოსავალი, არც რძე არ იყო. და საქართველოსდან, ქიზიყიდან გადიოდა ხორბალი, რომ უკრაინა შიმშილს გადარჩენილიყო. 2 წელიწადი. მე მახსოვს სკოლაში დავდიოდი. არა, ჩვენ მარტო ქიზიყი არა, დედოფლის წყაროს და იფხარეები კი. გვაქვს ფანტასტიკური. ამიტომ ვიძახი, ამას ვინ ჭირდება? ამას ჭირდება კარგი 48 ჯიშის მარტო ხორბალია ქართული. სოფლის მეურნეობის მწოდნე ხალხი. რამდენი გვყავს? ახლა მე არ ვიცი ეს სისტემა, ხო არ მოვიტყუები, მაგრამ ხო უნდა იყოს ვიღაცა ვინც იცის. პრეტენზიები ბევრი აქვს, ეკონომიკაზე გელაპარაკებიან, იმაზე გელაპარაკებიან, ასე არ არიან თუ. ისეთ სისულელებს არ ახუნებენ ხშირად, მე რომელსაც ეკონომიკა არ ვიცი, მე ვხვდები ამ სისულელებს. ხო. იგივე რესურსებზე, ჩვენ ჰიდრო ხო, იმის ნამახარხესი უნდა გავაკეთოთ ახლა და წავიკითხეთ დასკვნა გეოლოგიური ნამახარხესი. კატეგორიულად არ შეიძლება. არა, რას ლაპარაკობთ? სამთვეში როდის იყო დასკვნა იდებოდა? თან ჰესისთვის უნდა გააკეთო, ის ხო არ არის, არა? სამთვეში როდის იდებოდა ამ ხელა ტერიტორია სამთვეში როგორ შეისწავლა ორმა თურქმა ელენი აბაშიძესთან ვიყავით მისულები, რომელიც სპეციალისტია ამისი, გადავიღეთ, ჩავწერეთ, ქალი 100 წლის არის, 101 ნუ ეხლა ელენა ვეღარ გააკეთებს ვერაფერს. ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ დასკვნა გითხრა, აბსოლუტურად ნაცის დასკვნა მე წაკითხული მაქვს. და იზახის რომ არ შეიძლება გასო. აღარ შეიძლება ამებს აღარავინ აღარ აკეთებს. მონიტორინგი უნდა გააკეთო ჯერ მინიმუმ 12 წელი. რადგან აგერ გოდუაძე გამოვიდა, გოდუაძე არ არის ის გეოფიზიკოსი ვარ, რო იძახის 30 წლის მეცნიერებათა დოქტორი. 30 წლის კანდიდატიც ვერ გახდებოდი ჩვენ დროს. გამოვიდა გადამაფრინეთ და გეტყვით რა და გადაფრენით აკეთებ ზემოდან ვერტალიტით გადაფრენით გინდა შეაფასოს შოვის მოზოების პრინციპი.
30 წელია მონიტორინგი არ ჩაგიტარებიათ, არც სეისმური, არც საინჟინრო-გეოლოგიური, არც ჰიდროგეოლოგიური, არც სტრუქტურული ანალიზი არ არის გაკეთებული. ეს ხო უნდა შეისწავლო, მაგას ერთ დღეში ერთი გადაფრენით ვერ დადებ მაგ დასკვნას. ამას გეუბნება, Google-ში აქვს წაკითხული, რა თქმას. Google-დან ნასწავლით სპეციალისტი როგორ უნდა გახდეთო. მე ეს იდიოტიზმია, ეს მაგისტრატურები და ეს დოქტორანტურები. ჩვენ დროს კომუნისტებს ეს მაინც იყო კარგი. იცი წვალობდი ხარისხი რო დაგეცვა. წვალობდი. დამწვალებაში სწავლობდი. ცოცხალ თემას იღებდი და იმით. ძალაუნებურად. ხო, გინდა არ გინდა. კანდიდატი რო გამხდარიყავი, მინიმუმ 7-8 წელი ველზე უნდა გიარა, მე გეოლოგიაზე ვარ ბავშვ შემთხვევაში, მაგრამ სხვაგანაც ეგ ექსპერიმენტები უნდა გეტარებინა ფიზიკაში ბოლო-ბოლო, ხო? და მე დასკვნა დაგედო, ხო? ამ ექსპერიმენტების დროს 7-8 წელი სწავლობდი. საერთოდ საქართველოს 30 წელიწადია, 25-27 წელიწადია აკრძალული აქვს მეცნიერების წარმოება. ვიცი კაცო, მაგი დაიწყო რითი, იცი? ეხლა ვიღაცებს სურაბშვანია ესეთი მაგარი ვინმე გონიათ. არა, მაპატი ერთი კონკავშირელი შანტრაბა იყო და 90 წელში რომ დაიწყო ატომური რეაქტორის წინააღმდეგ ბრძოლა. იმიტომ რომ საქართველოს არ შეიძლებოდა ქონოდა. იმიტომ რომ ქვეყანა რომელიც ატომური რეაქტორი აქვს სამეცნიერო. ის ვერასოდეს ვერ გახდება მესამე რიგის ქვეყანა, ის ითვლება პირველ რიგის ქვეყანად. ეს იყო ფანტასტიკური კვლევის ლაბორატორია ატომური რეაქტორი. ხო და $200,000 გაყიდეს ურანი, გამდიდრებული ურანი. ხო და დაახურინა, მოიკლა თავი ზურაბჯვანია. აი გეჩვენე. მაშინ ზურაბჯვანია იყო შეფი. და 800,000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს ინგლისს, რომ ეს გაეტანა. ტრანსპორტირებაში 800,000 ფუნტი სტერლინგი იქნა გადახდილი და $200,000 გაიყიდა. მილიონები ღირდა ეგ. მაგას ახლა ფასებზე აღარ ვლაპარაკობ. ამ შემთხვევაში ვამბობ, რომ და ყველაზე სამეცნიერო სკოლა განაწყო. ყველაზე ცნობილი ატომში კი, ასე ვთქვათ, გასაიდუმლოებულ სახარავთან ერთად რომ მუშაობდა. შორს არ წავიდეთ. ჯუმბერ ლომინაძე ხმის ნამთვალ კომისიაში ეჯდათ. ეს რა ქვია, დღეს რო ლაპარაკობენ, რა ქვია, დღე და ღამე ხელოვნური ინტელექტზე, სად დაიწყო პირველად მაგ თემაზე მუშაობა? 1961 წელს გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. პირველად საქართველოში გაიხსნა, მსოფლიოში. და გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტიც გაიხსნა. პირველი სტრუქტურული ლინგვისტიკა საქართველოში დამუშავდა გამყრელიძის მიერ. პირველი ფაკულტეტი მაგისი საქართველოში. გამოთვლითი მანქანებისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტი პირველად გაიხსნა საქართველოში 78 წელს და პირველი კომპიუტერი მაშინ ქონდა. არა, 78 უფრო. არა, ბოდი, 79 წელში ჩავაბარე. დამაცადეთ, ეგრე არის. ხო, უკვე იყო. არა, 68-ში თუ 7-ში ჯერ გაიხსნა გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი უნივერსიტეტში და მე გაიხსნა 68-ში თუ 9-ში ისა აი ახალი კორპუსი რო აშენეს კიდე. არა, პირველი კორპუსი, მეორე კორპუსში გაიხსნა, მე აშენეს, მე გადაიყვანეს ისინი 68-ში გადაიყვანეს იქ. აი მაგას ვიძახი. პირველ 68-ში ის აშენდა. პირველი მანამდე იყო, მეორე კორპუსში იყო ელექტრონული გამომთვლელი მანქანები და ავტომატიკა და ტელემექანიკა. ეს ეგ ფაკულტეტი ხან ჩემზე. დაიდო მეორე კორპუსი. ანუ ტელევიზია რო უყურებს კორპუსს. აი იმ კორპუსში იყო, მაშინ რაც ლაპარაკობ, ეს იყო ფანტასტიკები ყველაფერი. საოცარი რაღაცები კეთდებოდა საქართველოში. მიონი იყო, საქართველოს ბატარეები კეთდებოდა, როდის ფიზიკის ინსტიტუტი იყო, მათემატიკის ინსტიტუტი იყო, გამომთვლითი ცენტრი იყო. მე მუშაობდი სტუდენტობის დროს. სკოლის სასახლის უკან 74 არა. იმისი მსუბუქრეწოლობის გამომთვლითი ცენტრი როცი იყო იმაში, გწამისში. სტუდენტობის დროს მუშაობდი, საღამოობით მუშაობდი გამომთვლის ოპერატორად, გამომთვლის ცენტრში 75 წელში. უკვე ის კომპიუტერის მონერი იყო, ეხლა ლუარის ესეთი არის, ესეთები არ იყო, მაგრამ კომპიუტერი იყო, დიდი ლენტები, ესეთი ლენტები და იმები.
ჯერთი ამით და ყველაფერი დაიგეთა. სტუდენტისთვის შრომას არაფერი არ ჯობია. ბევრი კაი რაღაცები იყო ახლა. ჩვენ კარგი რაც იყო, ყველაფერი დავკარგეთ. 94 წელს საქართველოს შესთავაზეს რომ დაიბრალეთო, ხართო, განვითარებოდი ქვეყანაო და ფულს მოგცემთო. ის ფული ჭირდება. ეს შესთავაზეს აკადემიის პრეზიდენტსაც და აკადემიკოსებს, მაგრამ არ უთხრეს რას თვალისწინებდა ეს. იმათ დიდი სიხარულით, ოღონდ ფული შემოვიდეს, ხელფასები დავარიგოთო, ჩემო კარგო და შეწყდა კვლევები საქართველოში. შეწყდა კვლევები, რომ მივიდა აკადემიკოსების ჯგუფი, რომ ჩვენც მოგვეცი იმ ფულდა, რომ ჩამოგვიდაო, კაცო, შევარდნაძეს და შევარდნაძემ უთხრა ბიჭო, ეს სუდა მავიწყდა, რომ ეს მეთქო. აქო წერიაო, რომ მეცნიერების უფლება განვითარებად ქვეყანას არა აქო. ეხლა კითხვას ვსვამ, თუ საქართველოს 20 წელიწადი, 25 წელიწადი მეცნიერების უფლება არ აქვს, რა დოქტორანტურებზეა ლაპარაკი გამაგებული. და სამეცნიერო ხარისხები ხო არის ფანტასტიკური გამოთქვა იმაში კავკასიის იმ ბერტოლ ბრეხტს რო კავკასიის წესი მოსამართლებელი იქნება მოსამართლებელი უბრალო მხება რა თქმა უნდა ჟურნალისტი ვერ იქნება ჟურნალისტი ჭორიკანა უბრალო ჭორიკანა ბატონო ესე ხდება ყველაფერში ყველა სფეროში ესეა საუბედუროდ ამიტომ პირველი არის განათლების სისტემა მაინც ქვეყანაში განათლების გარშე არაფერი გამოვა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო მალხას მე მგონი 7 წყნარ ტონში ჩაგვატარეთ ჩვენი ნუ ეხლა ჩვენ რთული გადაცემა ვიყიროთ მაგრამ რთული გადაცემა საკმაოდ ისეთ პოლიტიკურ თემებზეც და მე მგონი მაყურებელი დაგვიდასტურებს რომ შედგა დღევანდელი გადაცემა მადლობთ და მადლობთ ჩვენს მაყურებელს მომავალ შეხვედრამდე